განმოგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენ წინა შეხვედრაზე შეუდექით ძალიან ზოგადად, მაგრამ მაინც ლათინურენოვანი ქრისტიანული მწერლობის პირველ სათავეების განხილვას. შევეხეთ დღეისათვის ცნობილ ყველაზე ადრინდელ ლათინურენოვან ქრისტიან ავტორს მინუციუს ფელიქსს და განვიხილეთ მისი შრომა ოქტავიუსი. რამდენჯერმე ამ განხილვის დროს, ისე როგორც სხვა საუბრებში ჩვენ ვახსენეთ, კარგად ცნობილი ლათინი ღვთისმეტყველის ტერტულიანეს სახელი, რომელიც დღესდღეობით ითვლება ზოგადად ლათინურენოვანი ქრისტიანული მწერლობის ფუძემდებლად. ამ პიროვნებაზე ჩვენ დაწვრილებითი რაღაც განსჯა და ბჭობა გვქონდა მაშინ, როდესაც ვეხებოდით უაღრესად პრობლემურ დღეისათვისაც და ყველა დროში პრობლემურ საკითხს, იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ხდება, რომ მოღვაწეთა ნაწილი უაღრესად ღირსეულად იწყებს წარმატებულ მსვლელობას ღვთისკენ, მაგრამ შემდგომ ბრკოლდება და არა მხოლოდ ღვთისკენ სვლას ანელებს, არამედ უმრავლეს შემთხვევაში მკვეთრად მართლმადიდებლობასთან მკვეთრად დაპირისპირებულ მოძღვრებაში, ერესში აღმოჩნდება და შესაბამისად ანათემირებულია ეკლესიისგან. აი ეს სამწუხარო მოვლენები ახსნას ითხოვდა და ამას ჩვენ რამდენიმე შეხვედრა დავუთმეთ და მაშინ ვეხებოდით რა თუნდაც ისეთ პირებს, როგორებიც იყვნენ ტატიანე სირიელი, ორიგენე და სხვანი, მათთან ერთად განვიხილეთ ამ კუთხით ტერტულიანეს ცხოვრების და მისი შემდგომში, კარგი დასაწყისის შემდგომ ეკლესიასთან უაღრესად დაპირისპირებულ მოქმედებაში და მოძღვრებაში მისი აღმოჩენა, რამაც ამ თავის დროზე უაღრესად მნიშვნელოვანი მოღვაწის ეკლესიიდან განკვეთა განაპირობა. კონკრეტული თარიღიცაა ცნობილი 207 წელი, როგორც ზღვარგამყოფი ტერტულიანეს ცხოვრებაში. 207 წლამდე ის გახდა მგზნებარე მართლმადიდებელი, 207 წლის შემდეგ კი ეკლესიურ მოძღვრებასთან უმკვეთრესად დაპირისპირებული პიროვნება, მაშინდელი ერთ-ერთი ქარიზმატული მიმდინარეობის აქტიური წევრი და თავადვე შემქმნელი შემდეგში ქარიზმატული მიმდინარეობისა, რასაც შეგვიძლია პირობითად ტერტულიანიზმი უწოდოთ. და ტერტულიანისტები, როგორც ამას თუნდაც ნეტარი ავგუსტინე მიუთითებს, იმ დროისთვისაც კი, ესე მე-4-მე-5 საუკუნეებისთვისაც კი ჯერ კიდევ შენარჩუნებულნი იყვნენ, ესე იგი ეს სექტა მაშინაც არსებობდა. მიუხედავად ხარვეზებისა, მიუხედავად ნაკლოვანებებისა და მიუხედავად ძალიან ბევრი გაუკუღმართებისა, ამბაც ჩვენ თანდათანობით ძალიან ზოგადად, მაგრამ ყველაზე მხარსებითი მხარეების აღნიშვნით შევეხებით, უბრალოდ დებულებას ვამბობთ ამჟამად, რომ მიუხედავად ყოველივე ამ გაუკუღმართებისა, როგორც არაერთგზის აგვინიშნავს, ნებისმიერ ერეტიკოსში და მათ შორის ტერტულიანეს მოღვაწეობაშიც არის ღირსეული ნაწილი და სწორედ ამ ღირსეული ნაწილის მიხედვით მიიჩნევა იგი ლათინურენოვანი ქრისტიანული მწერლობის ფუძემდებლად. მას ჰქონდა ძალიან დიდი მასშტაბი მოღვაწეობისა, რა თქმა უნდა, შეუდარებლად უფრო ფართო ვიდრე ეს ჩვენს მიერ ადრე განხილულ მინუციუს ფელიქსს, მაგრამ ამავე დროს სიფართოესთან ერთად სამოღვაწეო დიაპაზონისა, რა თქმა უნდა, ცდომილებითი ხარისხიც გაცილებით გაღრმავებული იყო მასთან და მისი დაცემაც შესაბამისად კიდევ უფრო სამწუხაროა, ვიდრე ისეთი მოღვაწისა, რომელსაც ნაკლები დიაპაზონი ექნებოდა თავისი შინაგანი ნიჭიერების შესაბამისად გამოვლენილი. ტერტულიანეს მთლიანის სახელწოდება ვრცელი გახლავთ კვინტუს სეპტიმუს ფლორენს ტერტულიანე, ასე იწოდება იგი. და მიუხედავად აურაცხელი ნაშრომისა, რაც ამ პიროვნებამ ჩვენ დაგვიდოვა და მრავალი მითითების მასზე, რა თქმა უნდა, ტერტულიანეს ცხოვრება უდიდესწილად უცნობია ჩვენთვის. მიიჩნევა, რომ იგი დაახლოებით 155 წელს დაიბადა წარმართულ ოჯახში, რა თქმა უნდა, ეს მაშინ ბუნებრივი ამბავი იყო, რადგანაც ტრადიციულად ქრისტიანული ოჯახები თითქმის არ არსებობდა და ისიც თავისთავად ცხადია, ესე იგი ტერტულიანეც თავის ბავშვობაში და სიჭაბუკის გარკვეულ წლებში წარმართი გახლდათ. მან მიიღო სათანადო იურიდიული განათლება, რაც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროფესია იყო იმ დროისათვის, ამაზე ჩვენ არაერთგზის აგვინიშნავს, თუნდაც გრიგოლ ნეოგესარიელთან დაკავშირებით და სხვებთან. და ეს იურიდიული განათლება შემდეგში ტერტულიანეს მნიშვნელოვანწილად გამოადგა ცალკეული ქრისტიანული დოგმატურ საღვთისმეტყველო დებულებების ტერმინოლოგიური ჩამოყალიბების ჟამს. იგი გახდა კიდეც გაქრისტიანებამდე ცნობილი ადვოკატი რომში. ჩვენ ვნახეთ, რომ მინუციუს ფელიქსიც ასევე ცნობილი ადვოკატი იყო, მიღებული გახლდათ ეს პროფესია ძალიან.
მკვლევარები ქრისტიან ტერტულიანეს ზოგჯერ აიგივებენ იმ იურისტ ტერტულიანესთან, რომელიც სხვა წყაროთი არის ცნობილი, ესაა ეგრეთ წოდებული კორპუს ცივილის, ასეთი ძეგლი, რომლის უწყებაც იურისტი ტერტულიანის შესახებ საგულისხმოა და ეს გაიგივებაც ჩვენი აზრით არ ჩანს საფუძველს მოკლებული, მით უმეტეს ვიცით, რომ ქრისტიანი ტერტულიანე გაქრისტიანებამდე სწორედ იურისტი იყო და ცნობილი იურისტი. დაახლოებით 193 წელს ივარაუდება ტერტულიანეს მოქცევა ქრისტიანობაზე. ესე იგი დაახლოებით 18-19 წლის ასაკში იგი მოიქცა ქრისტიანობაზე და ამის შემდეგ ტერტულიანე მკვიდრდება კართაგენში. კართაგენის მოღვაწეთა იგი საზოგადოდ ცნობილი და კართაგენის საეკლესიო საღვთისმეტყველო რაღაც კატეხიზატორული შეიძლება არ დავარქვათ, მაგრამ ღვთისმეტყველური განათლების მიმცემი ტრადიცია და სკოლაც შეგვიძლია მას უწოდოთ, პირობითად რა თქმა უნდა, სწორედ ტერტულიანეს დაფუძნებულად შეიძლება ჩაითვალოს. დადასტურებულად მიიჩნევა ისიც, რომ ტერტულიანე გახდა მღვდელი. ამაზე ნეტარი იერონიმე პირდაპირ გვაუწყებს თავის ცნობილ ნაშრომში ჩვენს მიერ არაერთგზის ხსენებულში სახელწოდებით ბრწყინვალე კაცთა შესახებ 53 თავში და მის ნაწერებშიც ეს სამღვდელო მოღვაწეობის თვისებები რა თქმა უნდა თავს იჩენს. საკუთრივ ლიტერატურული სამწერლობო მოღვაწეობა ტერტულიანესი დაახლოებით 25 წელს გულისხმობს 195-220 წლები და აი ამ წლებში შექმნა მან ის აურაცხელი ნაშრომი, რომელთა მხოლოდ ჩამოთვლაც კი ნაყოფიერებას ამ მოღვაწისას ლიტერატურულ სამწერლობო ნაყოფიერებას მკვეთრად წარმოგვიჩენს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამგვარი ნაყოფიერი ლიტერატურული მოღვაწეობით იგი ამეტებს არა მხოლოდ ლათინ ავტორებს, რომლებიც იმ პერიოდში თითქმის შესამჩნევიც კი არ არის, საკუთრივ ბერძენ საეკლესიო მოღვაწეებსაც კი, ვიდრე ორიგენემდე. როგორც აღნიშნეთ, დაახლოებით 207 წელს ტერტულიანე უკვე ხიად გადავიდა რაღაც სიმპტომები შეიძლება მანამდეც ქონოდა, ხიად გადავიდა მონტანისტური ერესის მხარეს, იმ პიროვნების ერესის მხარეს, რომელიც თავის სულიწმინდის ინკარნაციად მიიჩნევდა, განკაცებული სულიწმინდის ფლობელად საკუთარ თავს წარმოგვიჩენდა და სულიწმინდა როგორც მადლის წყარო, თითქოს და ამ პიროვნების განსაკუთრებული მადლიანობის დადასტურება იყო და ქარიზმატულობა სწორედ ამას ნიშნავს მადლმოსილებას, ქარიზმა არის მადლი, მადლიერება, ნიჭი, ღვთიური ნიჭი და ქარიზმატულ პიროვნებად, რაც დღესაც საკმაოდ გავრცელებული გამოთქმა, თუმცა შინაარსი ძალიან ნაკლებად ჩანს, რომ ესმოდეთ ამ გამოთქმის გამომყენებლებს, ეს კონტექსტი ამას უეჭველად ადასტურებს. აი ეს გამონათქვამი ქარიზმატული ლიდერი სხვას არაფერს ნიშნავს თუ არა პიროვნებას, რომელიც თვლის, რომ მას სულიწმინდის განსაკუთრებული მადლმოსილება აქვს. მიმადლებულია. აი ამგვარი მიმდინარეობის ჯერ მიმდევარი და შემდეგ ლიდერი ხდება ტერტულიანე. არსი ამ მიმდინარეობისა გახლდათ შემდეგი, რომ ჭეშმარიტი ეკლესია ეს არის არა იერარქიული ეკლესია თავისი ეპისკოპოსებით, მღვდლებით, დიაკონებით და მრევლით, არამედ ჭეშმარიტი ეკლესია ჩვენ უნდა თითქოს გავიგოთ იმ კრებულად, უმცირეს კრებულად, რაც როგორც ტერტულიანე მიუთითებს, თვით მაცხოვარმა მოასწავაო, როდესაც თქვა, სადაც კი 2 და 3 ჩემი სახელით შეკრებილი იქნება, მეც მათ შორის ვარ. აი ეს 2 და 3 უფლის სახელით შეკრებილი, ამბობდა ტერტულიანე 207 წლის შემდეგ, არის ჭეშმარიტი ეკლესია, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთ მცირე კრებულს, ძმათა მცირე კრებულს უწინამძღვრებს ერთი ვინმე გამორჩეული მათგან, განსაკუთრებულად მიმადლებული, განსაკუთრებულად ახსებული სულიწმინდის მადლით, ანუ ესაა კაცის სულიერი, homo spiritualis. ტერტულიანე უგასემად ლათინურად წერდა. რა თქმა უნდა, ტერტულიანე საკუთარ თავს მიიჩნევდა ამგვარ პიროვნებად და მის მიმდევრებს ჭეშმარიტ ეკლესიად რაცხდა. შესაბამისად, მკვეთრად უპირისპირდებოდა უკვე 207 წლის შემდეგ უაღრესად დამცინავი და შეურაცხყოფელი გამონათქვამებით ეწინააღმდეგებოდა. უპირისპირდებოდა კვლავ აღნიშნავთ მკვეთრად და მტრულად მართლმადიდებლურ კანონიკურ ეკლესიას თავის იერარქიულობით და მხოლოდ საკუთარი თავის გამორჩეულობას გახაზავდა, ამაზე აკეთებდა აქცენტს. სწორედ ამგვარმა ნაბიჯმა მისგან განადგულმა, როგორც ნაწილობრივ უკვე ვთქვით, შედეგად მოიტანა კონკრეტული სექტის დაფუძნებაც, რასაც ტერტულიანისტების სექტა ეწოდა და რამაც საკუთრივ კართაგენში, როგორც მიუთითებდით, წმინდა ნეტარი ავგუსტინეს მოწმობით,
მეხუთე საუკუნემდე შეინარჩუნა თავი. კონკრეტული მოქმედებანი როგორი იყო ტერტულიანესი ამ პერიოდში, ამას ჩვენ ვერ ვიტყვით. როგორც აღნიშნეთ, უაღრესად ნაკლებია და მწირია ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ, მით უმეტეს 207 წლის შემდგომ, როდესაც ის ეკლესიიდან ფაქტობრივად განდგობილი იყო. არც ვიცით ის თუ როდის გარდაიცვალა კონკრეტულად. ერთადერთი რამ კი უეჭველია, რომ ის გარდაიცვალა 220 წლის შემდეგ, ალბათ ახლო ხანებში. იმავე საფიქრებელია პირველ მეოთხედში, ესე იგი დაახლოებით ალბათ 225 წლამდე, მესამე საუკუნისა. მიუხედავად აი ამგვარი უკეთური ნაბიჯისა, რაც მან გადადგა და რითაც ფაქტობრივად გააუფასურა მთელი თავისი წინანდელი ღვაწლი, მიუხედავად ამისა, მისი შრომები დიდი ინტერესით შეისწავლებოდა ყოველთვის, შემოინახებოდა, გადაიწერებოდა და უკვე შუა საუკუნეებიდან მოყოლებული კვლევართათვის სახეზია ტერტულიანეს შრომების არანაკლებ 6 განსხვავებული კოლექცია. და რაც შეეხება თვით ამ შრომებს, როგორც ვეკითხარით, რაოდენობა ბევრია, არის აგრეთვე ფსევდო-ტერტულიანესეული შრომები, რომელსაც ჩვენ ცალკე ჩამოთვლით, ხოლო საკუთრივ ტერტულიანის შრომები, რაც ესენიც რაოდენობრივად შთამბეჭდავია და მოიცავს საეკლესიო მწერლობის თითქმის ყველა ჟანრს, ყოველ შემთხვევაში ჟანრების უდიდეს ნაწილს. ჩვენ ჟანრობრივად ვფიქრობთ, უმჯობესი იქნება წარმოადგინოთ ეს ნაშრომები, ჩამოვთვალოთ და მცირე კომენტარებით აღჭურვოთ თითოეული მათგანი, რომ ზოგადი წარმოდგენა საკმაოდ თლიანობითი ამ მოღვაწის შესახებ შეგვექმნას. და ამგვარ ქმედებას დავიწყებთ, ამგვარ განხილვას ტერტულიანეს აპოლოგეტური შრომების განხილვით. აპოლოგეტური შრომები ბუნებრივია ტერტულიანეს საკმაოდ დაუწერია, იმიტომ რომ აპოლოგეტურ ეპოქაში დაიწყო მან საზოგადოებრივ მოღვაწეობა, ქრისტიანული მოძღვრების აპოლოგეტობა, ეს იყო პირველადი და უმნიშვნელოვანესი იმ ეპოქისთვის, როცა ტერტულიანი მოღვაწეობდა და ჩვენ ადრე არაერთგზის გაგვისვამს ხაზი და დაგვიხასიათებია აპოლოგეტობა ბერძნულენოვან საეკლესიო მწერლობაში, დავიწყეთ ლათინურენოვან საეკლესიო მწერლობაშიც ამ მიმდინარეობის ამ ეპოქის განხილვა მინუციუსის მაგალითზე, რომელიც აპოლოგეტი გახლდათ და ტერტულიანი თუმცა გამოკვეთილად და ცალკე აღებული აპოლოგეტი არ გახლდათ, მაგრამ აპოლოგეტური ნაწილი მის მოღვაწეობაში, მის სამწერლობო მოღვაწეობაშიც, რა თქმა უნდა, მკვეთრად სახეზია. ამ ნაშრომებიდან, ესე იგი აპოლოგეტური ნაშრომებიდან, რომლებიც ბუნებრივია პოლემიკურიცაა ამავე დროს, იმიტომ რომ აპოლოგეტობა თუ თავდაცვას გულისხმობს, ჩვენ ამაზე აღვნიშნავდით, აუცილებლად გულისხმობს აგრეთვე იმ მოძღვრების განკიქებასაც, რომლის წინააღმდეგაც ესა თუ ის მოღვაწე ქრისტიანული მოძღვრების აპოლოგიას ეწევა. დაუშვათ, წარმართი თუ ეპაექრება ქრისტიანს და ქრისტიანი თავის მოძღვრებას წარმართის და წარმართობის წინააღმდეგ იცავს, რა თქმა უნდა, მხოლოდ დაცვა კი არ გმარა, პირიქით, არათუ დაცვა არ გმარა, დაცვამდე უწინარესამისა, უპირველესად ვალდებულია ყველა ქრისტიანი აპოლოგეტი ჯერ ის მოძღვრება ამხილოს და გამოაშკარავოს როგორც თომილება, რომელიც ეპაექრება მას და რომელსაც თვითონაც ეპაექრება. ესაა პირველი და აუცილებელი ნაწილი ყველა აპოლოგიისა, პირველ რიგში იმის მხილება, იმის მცდარობის გამოვლენა, რა მოძღვრებაც პაექრობაშია ჩამბული. და შემდგომ ამისა უკვე ჭეშმარიტი მოძღვრების გადმოცემა. აი ეს ორი არსებითი ნაწილი ახასიათებს ყველა აპოლოგიას. ამიტომ განვიხილავთ, რა ტერტულიანეს აპოლოგეტურ შრომებს თავისთავად ცხადია მათ პოლემიკური მისანდასახულობაც აქვს და პოლემიკის ჟანრსაც განეკუთვნებიან. პირველ რიგში ვფიქრობთ, უნდა დავასახელოთ მისი ერთ-ერთი ადრინდელი შრომა სახელწოდებით წარმართთა წინააღმდეგ, იგივე ელინთა წინააღმდეგ. ამ ტიპის შრომები სწორედ აპოლოგეტური ეპოქიდან ჩნდება საეკლესიო მწერლობაში და შემდგომშიც არაიშვიათია თითქმის ყველა მოღვაწეს მეოთხე, მეხუთე, მეექვსე საუკუნის ჩათვლით აი ამგვარი მიზანდასახულობისა და თვით სათაურითაც რომ იგივეა, ამგვარი სათაურის მქონე შრომა დაუწერია, იქნება ეს ამ ეპოქიდან დაწყებული თქვა კლიმენტი ალექსანდრიელი, ათანასე ალექსანდრიელი, რა თქმა უნდა, აუცილებლად, რომელსაც ორი შრომა აქვს წარმართთა წინააღმდეგ დაწერილი. მინიშნებანი და მკვეთრი დაპირისპირებანი შეიძლება ცალკე სათაურით არა, მაგრამ შინაარსობრივად ამ აპოლოგეტური მიღწევების და ღვაწლის განვრცობა და განგრძობა კაბადოკიელმა მამებთან წარმართთა წინააღმდეგ უშუალოდ. კირილი ალექსანდრიელის კონკრეტული წარმართის წინააღმდეგ დაწერილი ვრცელი შრომა, რომელსაც ივლიანეს წინააღმდეგ ეწოდება და სხვა და სხვა. აი ამ ხაზში თავისი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტერტულიანეს ხსენებულ შრომას წარმართთა წინააღმდეგ, რაც თავისთავად ორი წიგნისგან შედგება ეს ნაშრომი. პირველ წიგნს უფრო თავდაცვითი დანიშნულება აქვს,
და რაც შეეხება მეორე წიგნს, მას შეტევითი, როგორც ჩანს ტერტულიანეს გარკვეული წინასწარი გეგმა ჰქონდა შედგენილი, რომ ჯერ მოიგერიოს ბრალდებანი, რაც ისმის ქრისტიანთა წინააღმდეგ, დაასაბუთოს, რომ ეს ბრალდებანი არის ყალბისმხნელობა, უკუაგდოს ისინი, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდეს, შემდგომ გადავიდეს შეტევაზე და თვითის მოძღვრება ამხილოს, რომელიც აქამდე თვითვე იჩენდა ინიციატივას ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლისა. ამ ნაშრომში უაღრესად მკაცრად ამხილებული წარმართული რელიგია, განსაკუთრებით კი რომაული ღმერთები. და ტერტულიანი ერთ-ერთი იმ აპოლოგეტთანგანია სხვა აპოლოგეტებთან ერთად, რომელიც ამტკიცებს, რომ წარმართული ღმერთები სხვა არაფერია თუ არა ადამიანური გამონაგონი. გამონაგონი არა მხოლოდ რაღაც ფანტაზიის მიხედვით, არამედ გარკვეული ადამიანების ღვაწლით თუ რაღაც მოქმედებით გამორჩეული, თავის დროზე გამორჩეული ადამიანების გაღმრთობა მათი გარდაცვალების შემდეგ. ჩვენ ნახეთ, რომ ბერძენი აპოლოგეტები მკვეთრად უსვამდნენ ხანს, იქნებოდა ეს ზევსი, აპოლონი და სხვები, აი ამ ეგრეთ წოდებულ ღმერთთა, ანტიკურ ღმერთთა ადამიანურობას, ადამიანურ წარმოშობას, რომ ისინი ადამიანები იყვნენ, რაღაცით გამორჩეული და გარდაცვალების შემდეგ ხსოვნაში ღმერთებად იქცნენ, ანუ განიღმრთნენ. მაგრამ ეს ნაშრომი არ გახდათ იმდენად შთამბეჭდავი და ზემოქმედების მქონე გვიანდელ საეკლესიო მწერლობაზე, ლათინურენოვან საეკლესიო მწერლობაზე, როგორც მეორე აპოლოგეტური ნაშრომი ტერტულიანესი, რომელიც სათაურშივე ატარებს ამ სახელწოდებას აპოლოგეტიკუმ, ანუ აპოლოგია. საზოგადოდ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს თხზულება ითვლება ყველაზე მნიშვნელოვნად ტერტულიანეს შრომათა შორის. როგორც საღვთისმეტყველო კუთხით, გნებავთ ისე მისი პირადი მდგომარეობის წარმოჩენის კუთხითაც, როგორც ჯერ კიდევ ეკლესიური მოძღვრების მკვეთრად და უპირობოდ დამცველისა და ყოველგვარი ერესის წინააღმდეგ ხმალშემართული მებრძოლისა. ტერტულიანეზე გვაქვს საუბარი. ნაშრომი იწყება შესავალით, რასაც შემდეგ მოსდევს 6 თავი და ამ თავებში და იმ შესავალშიც ნაწილობრივ ტერტულიანე ვრცლად ეხება ბრალდებებს ქრისტიანთა წინააღმდეგ. ამ ბრალდებებს ის ადრეც ეხებოდა იმ ზემოხსენებულ ნაშრომში, მაგრამ ამჯერად გაცილებით ვრცლად და საფუძვლიანად. კერძოდ ესაა იგივე ბრალდებანი, რაც თავს იჩენს აგრეთვე წმინდა ათენაგორ ათენელის აპოლოგიაში, რაც ჩვენ თავის დროზე განვიხილეთ, როდესაც ქრისტიანებს აბრალებდნენ ერთი მხრივ უღმერთობას, რომ ისინი უღმერთონი არიან. ეს წარმართთაგან ეს ბრალდება იმიტომ იყო ქრისტიანთა მიმართ, რომ ქრისტიანები ანტიკურ ღმერთებს უარყოფდნენ, რაც წარმართებისთვის, ანტიკური სარწმუნოების ამღიარებელთათვის თითქოს და ჭეშმარიტ ღმერთთა უარყოფად წარმოჩნდებოდა და აქედან გამომდინარე პირველად ალბათ ერთ-ერთი განკუთვნა ტერმინისა ათეისტი სწორედ ქრისტიანთადმი მოხდა წარმართთა მხრიდან. ისე როგორც ბრალდება ქრისტიანებს შორის თითქოს და კაცის ხორცის ჭამელობის შესახებ, ასეთი ცილისწამება და კიდევ ინცესტი, რომ თითქოს ყოველგვარი სქესობრივი აღრევა, თუნდაც უახლეს ნათესავებს შორის ვითომც და ეკლესიაში დაშვებულია. აი ამგვარ ცილისწამებებს უკუაგდებს ტერტულიანე ათენაგორას მსგავსად, აგრეთვე ცილისწამებას თითქოს და ჩვილთმკვლელობების შესახებ, რომ ქრისტიანები ვითომც და ჩვილებს კლავდნენ და შეესწირავდნენ, ესე იგი საკუთარ უკეთურებას წარმართები ქრისტიანებზე განავრცობდნენ, ისე როგორც აღნიშნეთ ინცესტის და კანიბალიზმის შესახებ. ჩვენ მაშინ მიუთითებდით თუ რა იყო ეს ფსევდო საფუძველი ამგვარი ცილისწამებების აღმოცენებისა, რომ მაგალითად კანიბალიზმი თითქოს და მათ არგუმენტად მოჰქონდათ ზიარების ჟამს წარმოთქმული უწმინდესი სიტყვები მაცხოვრისა, რომ ესე არის ხორცი ჩემი, როდესაც წმინდა ბორისადმი ითქმის, თქვენთვის განტეხილი მისადევებელად სოდვათა. და შემდეგ სისხლისთვის, რომ ესე არის სისხლი ჩემი, ახლისა აღთქმისაი, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისადევებელად სოდვათა. და ვითომ აი ეს ხურცის მჭამელობა და მაცხოვართან ზიარება ამგვარი უწმინდესი წესგანგებისა და მსახურების გზით მათ წარმართებს ფსევდო არგუმენტად ჰქონდათ უმეცარი და მოუმზადებელი ხელისუფლის წინაშე, რომ ეკლესიაში თითქოს დაშვებული იყო ხორცის მჭამელობა. ისე როგორც ინცესტი, რის საფუძვლადაც ისინი იშველებდნენ პავლე მოციქულის სიტყვებს, რომ არცა მამაკაცება, არცა დედაკაცება, არამედ ჩვენ ყოველნი ერთ ვართ ქრისტე იესუის მიმართ. და სხვადასხვა ამგვარი უაღრესი და უკიდურესი ცდომილებანი. აი ამგვარ ცილისწამებებს უპასუხებს ტერტულიანეც უმკვეთრესად, უშეღავათოდ, დაუნდობლად და რა თქმა უნდა, ეს მის ნიჭიერებასაც სავსებით შეესაბამებოდა, იგი ბოლომდე ამხელს ხსენებულ ბრალდებათა აბსოლუტურ უსაფუძვლობას.
და იმასაც იქვე აშკარად ცხადყოფს, რომ სწორედ წარმართთაგან აღესრულებოდა და აღესრულებაზე მორე დანაშაულობანი მართლაც კარგად არის ცნობილი, თუნდაც მითოლოგიური თხრობანი, როგორ ახდენდნენ პროვოცირებას, ინცესტის აურაცხელი შემთხვევისას, კანიბალიზმის შემთხვევისას, ჩვილთ და ყრმათ შემწირველობაზე ხომ მითოლოგია კი არა ყოველდღიური წარმართთა სარწმუნოებითი ცხოვრება ამის ნიმუშებს წარმოაჩენდა, მათ შორის საქართველოშიც. ტერტულიანეს მითითებით ქრისტიანები არ ეთაყვანებიან წარმართულ ღმერთებს, რადგან ეს ვითომცდა ღმერთების სინამდვილეში, როგორც უკვე ჩვენ ამაზე მივთითეთ, გარდაცვლილი ადამიანები არიან. ესე იგი ტერტულიანი აქ სრულ თანხმობაშია, რა თქმა უნდა, ბერძნულ აპოლოგეტურ ტრადიციასთან, ბერძნულენოვან. ამიტომაა, რომ ქრისტიანები მკვეთრად უკუაგდებენ იმ ერთდროს ადამიანად ცხოვრებული პირების და გარდაცვალების შემდეგ გაღმერთებულების ვითომცდა ღმერთებად მიჩნევას. მაგრამ მეორე მხრივ ქრისტიანები თაყვანს სცემენ ყოვლიერების შემოქმედს, ჭეშმარიტ ღმერთს, რასაც ტერტულიანეს მკვეთრი მითითებით გვიცხადებს საღვთო წერილი. რა თქმა უნდა, აღნიშნული ნაშრომი თუნდაც მოცულობით გვიკარნახებს იმას, რომ მასში ბევრი უაღრესად ფასეული სწავლება ეს ტერტულიანეს მოღვაწეობის ასე ვთქვათ, დადებით ეპოქაშია დაწერილი, როცა ის ჯერ კიდევ მართლმადიდებელი იყო და დღეისათვის მაგალითად ევსები კესარიელის ციტატებზე დაყრდნობით აბსოლუტურად უეჭველად და დასაბუთებულად მიიჩნევა აზრი იმის შესახებ, რომ ტერტულიანეს ხსენებული აპოლოგია თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო უთარგმნიათ ბერძნულ ენაზე. რა თქმა უნდა, ასეთი თარგმანი ჩვენამდე არ მოღწეულა, მაგრამ ევსების ციტატები, რა თქმა უნდა, ბერძნულენოვანი ციტატები მკვეთრად მიუთითებს იმაზე, რომ ბერძნულენოვანი ტექსტი ტერტულიანის ნაშრომის ლათინური ორიგინალისა არსებობდა, იმიტომ რომ ევსები ლათინური არ იცოდა და ცხადია ლათინური შრომიდან ის ამ ციტატებს საკუთარი ბერძნული თარგმანით ვერ დაიმოწმებდა. ამ ნაშრომიდან ხშირია ციტირებანი ისეთ უდიდეს მოღვაწეთან, როგორიც გახლავთ წმინდა კვიპრიანე კართაგენელი, აგრეთვე ლაქტანციუსთან, ნეტარი იერონიმესთან და ესეც აი ამგვარი შთამბეჭდაობა და გავლენიანობა ტრადიციაში მკვეთრად ხაზს უსვამს ტერტულიანეს ამ ნაშრომის განსაკუთრებულ ღირსებას და მიიჩნევა, რომ იგი დაიწერა დაახლოებით 197 წელს. ჩვენ დროებით ამური ნაშრომის ზოგადი მიმოხილვით შემოიფარგლებით და აქ შევჩერდებით. მადლობთ ყურადღებისათვის.